საზოგადოება და მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერები პირველ რიგში უნდა ხვდებოდნენ რა აბსურდულ მდგომარეობაში არის შესული ხელისუფლება, რომელიც დღეს არ სარგებლობს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ დემოკრატიული ლეგიტიმაციით, ანუ ისინი არ ითვლებიან რომ ქართული ხალხის წარმომადგენელი ხელისუფლება და სწორედ ამიტომ არიან ისინი საერთაშორისო იზოლაციაში იმასთან ერთად, რომ ეს არის პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციის ხელისუფლება, რომელმაც უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ჩვენი ქვეყნის და სწორედ ამიტომ, რომ ეს არის არადემოკრატიული მანდატის, ასე ვთქვათ, ხალხის მიერ არარჩეული და ასევე საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის დამღუვები ხელისუფლება, ამიტომ არის დღეს ქართული ოცნება საერთაშორისო იზოლაციაში. ამასთან ერთად მე მინდა ყველას შევახსენო, რომელმაც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ფაქტიურად გააუქმა ის სტრატეგიული პროექტი, რომელსაც საერთოდ უნდა შეეცვალოს საქართველოს არსებობის პროექტები, რომელიც ცვლის ქვეყნის გეოპოლიტიკურ დატვირთვას და მნიშვნელობას და ანაკრის პროექტი იყო სწორედ ეს პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალებით მოკლა ეს პროექტი და ვხედავთ, რომ დღესაც ბევრი ლაპარაკი გვესმის, მაგრამ რეალურად არანაირი წინსვლა ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით არ არის. ანუ ტრანზაქციული, ასე ვთქვათ, რაღაცა ჭრილში რო შევხედოთ, დემოკრატიას რო თავი დავანებოთ, ღირებულებებს, ადამიანის უფლებებს და მხოლოდ ტრანზაქციული ჭრილით რო განვიხილოთ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა, მათ ფაქტიურად დასავლეთს უთხრეს, რომ ისინი არ არიან არავისთვის არც სანდო და არც საჭირო პარტნიორი იმისთვის, რომ ათვისებული იყოს ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური განლაგება. შესაბამისად, დღევანდელ ვითარებაში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას არ აქვს არანაირი мотиваცია, არც პრაგმატული, არც ღირებულებრივი და არც სხვა არანაირი მოსაზრებით, რომ იმუშავოს ან კონდეს რაიმე სერიოზული ურთიერთობა ამ ხელისუფლებასთან, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ძალიან დიდი დისკომფორტი ხელისუფლებას, იმიტომ რომ ის დასაფრებული ვისაც ხელს ჩამოართმევენ და ნახეთ ეს. ნახეთ როგორი აჟიოტაჟი მოყვა კაპიტან სალომე და ვრცელი ინტერვიუ იყო გუშინ სხვათა შორის იმედზე ვუყურე მიხეილ ყაველაშვილი, სადაც ამბობდა რომ აი 17 მაისთან დაკავშირებითაც კი რომ საერთო ღირებულებები გვაქვსო ჩვენ, აი ამაზეც კი ვილაპარაკეთო ჯეიდი მესთან და მერე მარკო რუბიოსთან უფრო დეტალურადო და არ ვიცი აი რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ну, რა ვიცი, ახლა მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ საინტერესოა საერთოდ რა ენაზე ელაპარაკება ეს კაცი ვინმე, ან რაზე უბრალოდ წარმომიდგენია მისი ინტერაქცია ვინმესთან დასავლურ სამყაროში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის, როგორ გითხრათ, აი რაღაც სარიელი ჰაერიდან პიარის შეკერვა, იმიტომ რომ თუნდაც ქართული ოცნების მხარდაჭერებისთვის ძალიან დისკომფორტი არის ის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას საერთაშორისო იზოლაციაში უწევს ყოფნა. ხო, მათთვის ბევრად უფრო კომფორტული იქნებოდა, რომ კონდეთ ის ლეგიტიმაცია, რომელიც მათ უნდათ, რომ კონდეთ და ამიტომ რაღაცა კანონის ძალით, ესე იგი, გვაიულონ, რომ ვაღიაროთ ლეგიტიმურობა ხელისუფლების, ოღონდ აქ სასაცილო ყველაფერი ამაში ის არის, რომ ისინი ვერავის ვერ აიძულებენ საერთაშორისო ასპარეზზე, რომ მათი ლეგიტიმაცია აღიარო, ხო? იმიტომ რომ საერთაშორისო თანამეგობრობის პრობლემა კიდევ ერთხელ ვამბობ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან არის მრავალი კომპონენტისგან შედგება და ეს მხოლოდ დემოკრატიულ უკუსვას, მხოლოდ კონსტიტუციის უგულვებელყოფას, მხოლოდ ევროინტეგრაციაზე უარის თქმას არ ეყრდნობა, ეს ეყრდნობა ასევე ძალიან ბევრ პრაგმატულ საკითხებს, რომელიც არის დღევანდელი ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც არის სატრანზიტო გზები, როგორც არის მათ შორის რუსეთზე დაწესებული სანქციების ასრულება და სხვა და სხვა, სადაც პირდაპირ
მოიაზრება როგორც რუსეთის მოკავშირე. კი ბატონო, სანქციებისგან თავის არიდება, მათ შორის ჭრილოვანი ფლოტი, ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანი სამიზნეა და ბოლოს კაპიტან სალომე აუცილებლად უნდა გკითხოთ, თქვენ ახსენეთ ანაკლიის პორტი და ის მოხსენიებულია ასევე ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის კვლევაში, სადაც ნათქვამია ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების ფარგლებში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კვლევაში ასევე საუბარია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებაც. დღეს ლევან მახაშვილმა თქვა, რომ კაია კალასმაო ეთყობა რაღაც დამატებითი ლიტერატურა წაიკითხაო და როგორც იქნა გაიგო საქართველოს მნიშვნელობა. აი ამ კონტექსტში ახლა საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მოქმედებები, რომ ყველაფერი წინა ადმინისტრაციის ბრალი იყო, რომ ევროპაში რაღაც რებრენდინგი მიმდინარეობს და რაღაცა ეშველებათ. მთელი აი ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რამდენად არის შესაძლებელი რაღაც შეცვლა თუნდაც საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან ურთიერთობის? უნდა ითქვას, რომ დღეს ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის თემა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა. მათ შორის ბრიუსელში გამოქვეყნდა სწორედ დეკემბერში ჩემი პუბლიკაცია თემაზე, ეხება ცენტრალურ აზიასთან მიმართებაში პოლიტიკას და სწორედ სამხრეთ კავკასიის როლს, რაც შეეხება სატრანზიტო შესაძლებლობებს. არასდროს არავის არ უარყვია მნიშვნელობა საქართველოსი როგორც სატრანზიტო ქვეყნის. ეს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და დღემდე ყოველთვის იყო აქტუალური. მაგრამ საუბარი არის ერთ რამეზე. იმისთვის რომ მე გამოვიყენო მათ შორის სატრანზიტო შესაძლებლობები, რომელიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოსი, მე მჭირდება როგორც მინიმუმ პარტნიორი ასე ვთქვათ, ყავდეს ამ სახელმწიფოში ხელისუფლების სახით, ხო? იმიტომ რომ ანაკლიის პორტი ხო დიდი ხნის აშენებული იქნებოდა, რუსეთის მოკავშირეები რო არ ყოფილიყვნენ ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეებში გასული წლების მანძილზე. ანაკლია უკვე ფუნქციონირებადი პორტი იქნებოდა და საქართველოს პოტენციურად კი არ იქნებოდა სატრანზიტო თვალსაზრისით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, არამედ უკვე ექნებოდა დატვირთული ფუნქცია ევროპისთვის, დასავლეთისთვის, როგორც დიახს კარიბჭეს შეიძლება ითქვას სამხრეთ დერეფნის და ეს ფუნქცია ვინ გაუქმა საქართველოს? ევროკავშირმა გაუქმა თუ გაუქმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ჩაშალა ამ პროექტის განხორციელება და ფაქტიურად ანტიდასავლური და რუსეთის სასარგებლო, მათ შორის ეკონომიკურ პოლიტიკას და სატრანზიტო პოლიტიკასაც ახორციელებს გასული წლების მანძილზე. ასე რომ ქართული ოცნების მოლაპარაკე თავებს თუ აინტერესებს სატრანზიტო პოტენციალი მათი ჩვენი ქვეყნის რატო ვერ არის დღეს რეალიზებული, შეუძლიათ მხოლოდ საკუთარ პატრონს მოკითხონ ბიძინა ივანიშვილს და საკუთარ თავს მათ შორის, იმიტომ რომ მათი პოლიტიკის შედეგია დღეს ის იზოლაცია და უფუნქციობა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სამწუხარო შედეგია, ცხადია და უნდა შეიცვალოს, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება და ამის პოტენციალი ცხადია არის ძალიან დიდი.